ვაიმე ვთებიცა. ძალიან ყორღადო. აუ რა ლამაზი ვთები აქ. ვაიმე ვთებიცა. ვთები, ვაიმე უკან კუდიც ხო არ მაქვს. კუდიც მაქვს. ძალიან მაგარია. ეს არის Insta360 Anti-Gravity A1. ამ დრონში 360 კამერა პირველად არის ჩაშენებული და შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციასაც უყურებ. ამას დამატებული სათვალეთს, რომელიც ყუთშუე მოყვება დრონს, არის ძალიან საინტერესო. ამ სათვალით რეალურ დროში შეგიძლიათ უყუროთ დრონის თვალით დანახულ კადრს და რაც მთავარია, თავის მოძრაობით შეცვალოთ ხედვის კუთხე. ანუ, აი მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ ქართლის დედასთან ააფრინეთ ეს დრონი, გაიკეთეთ სათვალე და ქართლის დედას თვალებში ჩახედეთ რეალურ დროში. შემდეგ კი თქვენ 180 გრადუსით შეატრიალეთ თავი, დრონი კი არ შეატრიალეთ, თავი შეატრიალეთ და შემდეგ თბილისის სილამაზესაც დატკბით. 360 გრადუსიანი კამერა საშუალებას იძლევა, რომ გადაღების დროსაც და გადაღების შემდეგაც ის კადრი ავირჩიოთ, რომელიც გჭირდება და უდიდესი ლაიქი ჩემგან. აი ეს არის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი და სიახლე იმასაც ვიტყვი, რომ რაღაც დიდი დასაწყისი იქნება ეს ასე მჯერა. Insta360-ისთვის ეს პირველი დრონია, თუმცა ამ დრონს მისი შვილობილი კომპანიის სახელით უშვებს Anti-Gravity ქვია. 2025 წლის ივლისის ბოლოს შეიქმნა და დრონებზე იქნება კონცენტრირებული. პირველი მოდელი კი ძალიან კარგი გამოუვიდათ. წარმოებელი A1-ის 24 წუთიან სამუშაო დროს გვერდება, თუმცა გააჩნია რა ვერსია შეიძენთ. ჩვენ საიძენ ამ დრონის 3 ვარიანტს შევხვდებით: Standards, Explorers და Infinities. სამივე ამ დრონს სხვადასხვა რაოდენობის ელემენტი და აქსესუარები მოყვება. მირიანი რამდენიმე დღეა უკვე ტესტავდა ამ დრონს და თავის შტაბ-ჟლებებსაც გვიზიარებს. მოდი დაჭიქ. მოგვიყავი შენ გამოცდილებაზე, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა, მოგვიყავი მოკლედ ყველაფერი რა. ჩემი გადმოსახედიდან FPV პილოტიც ვარ და DJI-ის პილოტიც ვარ, ჩვეულებრივი დრონის და ეს კიდე არის სხვა. ანუ აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც შეიქმნა იმ კუთხით, რომ აი მავიკოთხს მართავ და ეგ არის ისეთი დრონი, რომელიც უფრო სინემატიკ კადრები, რაღაც გადაღებების. FPV არის სულ რაღაცაში ხარ, აი დაძაბული იყურები ჩქარა დაფრინავ. ეს არის აი დასვენებით. აი ხედა, აი შენ რაც თქვი არის ყველაზე მაგარი რომ შეგიძლია წინი ფრინო და ქვემოთ იყურო და დაათვალილო რა ხდება და ეგ არის ყველაზე მაგარი გამოცდილება რა. და ნუ სათვალე ჩვენ შემთხვევაში ჩაშინებული ეკრანი არ აქვს და ეს რაც უფრო მისტიური არის, სულ გვინდა რომ აი რაღაც ესეთი იყოს და ზუსტად ეს არის პირველი სათვალე, რომელსაც შიგნით ეკრანი აქვს და შეუძლია სხვა მაყურებელს უყუროს შევარდნას. გაიზარდოს ეკრანი, ხო. აი ეგ იყო ყველაზე ესეთი. ძალიან მაგარია. მე როცა გავიკეთე სათვალე და გავატარე პირველად შენთან ერთად ტესტ დრაივზე, აი ეგ მომენტი იყო ყველაზე კარგი, რომ 360 გრადუსიანი კამერა აქვს და რეალურ დროში შეუძლია კადრი შეცვალო შენი თავის მოძრაობასთან ერთად რა და ამ წარმოიდგინე სიმაღლეზე ხარ და რეალურ დროში უყურო გარშემო რა ხდება და აი ეს ემოციაა რა, აი ეს დრონი მართლა შეიძლება ისე ვერ გამოიყენო როგორც აი პროფესიონალური დრონები, მაგრამ იმ მომენტის აღქმისთვის არის ძალიან მაგარი. ფრენის სიამოვნებისთვის არის იდეალური და პირველი დრონი და გადაღებისთვისაც თუ 360 კადრი გჭირდება, ხა არ არსებობს დრონი, რომელიც ესე კარგად აწყობილი, თან მნიშვნელოვანი არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რადგან ძალიან ხშირად მოგზაურობ, 259 გრამია. ხო. და ანუ ბევრ რაღაცა ლიცენზიებთან და ნებართვებთან დაკავშირებულ ბევრ ძალიან დიდ პრობლემებს გაცილებს, მე ხან საზღვარგარეთ მოგზაურობისას სულ ეს პრობლემა მაქვს და ეს პატარა სამოგზაურო ზომა და ის რომ ბევრ რეგულაციის გვერდის ავით შეგიძლია იფრინო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თან სიამოვნება ერთადერთი ეს ჩემთვის უცხო იყო. გასართობად და სასიამოვნოდ ეს კარგია, მაგრამ აი ოდნავ თუ კარგად გინდა გადაიღო, ვისურვებდი ნორმალურ კონტროლერს, რომ აი იქ უფრო პროფესიონალ გადაღებისთვისაც კარგად გამოიყენებ, მაგრამ ნუ ესაც საკმაოდია. ნუ დასაწყისისთვის კაი პირველი მოდელია და ყველაზე მაგარი იყო ჩემთვის, როცა დაფრინავ სათვალეში შეგიძლია ვირტუალური ანიმაციები ცვალო. ანუ შეგიძლია იყოს დრაკონზე და დრაკონს აქვს მთლიანი ანიმაციას, ფრთები გვერდზე და რო გამოიხედავ ფრთებს და კუდებს კუც ხედავ და შენს ხელს ხედავ და დაფრინავ რაღაცა ციხეზე. შეგიძლია იყოს ჰარი პოტერის ცოცხლზე, შეგიძლია იყოს სანტა კლაუსი. ანუ ესეთი რაღაცები, აი პირველი აფრენის ემოცია არის ძალიან ის. ნუ ძალიან მაგარი იყო, ეგენ რო ჩავხდე და უკან რო გავხედე კუდიც რო ქონდა, აი ეს სასწაული იყო. ძალიან ყორღადო. აი ლურჯი დინოზავრიც არის. ესა ფენიქსი და რა სიძახი. აუ რა ლამაზი ფრთები აქვს. სანტაც ვარ რო რამე, დავაი სანტა ვიქნებ. საჩუქრები მაქვს უკან.
ან მე ვიტყვი რომ მესამე სახეობა შეიქმნა არის FPV სულ არის იმაზე რომ ერთი იმას ხედავ სადაც მიფრინა მხოლოდ ეს მომენტი არ გაქვს შენ თუ გინდა მარცხნივ გამოიხედო მარცხნივ დრონი და მოადრეო ამას შეუძლია ყველგან ყურება და ხარ სისწრაფეზე და რაღაცა ისეთ რაღაცაზე და ვერ აღიქვა და DJI-ს მავიკი არის გადაღებისთვის და ეს არის აი აღქმისთვის შენთვის არის ეს დრონი არის შენთვის რომ ეს ყველაფერი იგრძნო და ძალიან დიდი რეკომენდაცია. ანუ მე როგორც დამწყებმა პილოტმა დრონის მირჩევ რომ ეს შევიზინო. კი, ანუ გასართობად ფრენის სასწავლად, ნუ FPV mode აქვს და ეს არ არის აკრო რეჟიმში ფრენა და ის სრული მართვა და ამბები და არც არის რეკომენდირებული. მაგრამ დამწყებისთვის რომ სივრცის აღქმა ქონდეს, რომ გაიგო დრონი როგორ მუშაობს, თან პატარა არის, თან სამოგზაუროდ წაიღო, თან რეგულაციებს აერიდო, არის იდეალური დრონი. ნუ 360 კადრი ის რეალისტვის იქნება კარგი, აქვს გაყოლის რეჟიმის და ყველაფერი. მოკლედ დამწყებილობებიც არის იდეალური. ჩათს. ასეთი იყო Insta360-ის Anti-Gravity A1. დიდი მადლობა მირიან, რომ ჩვენი გამოსვლებაც გაგვიზიარე. ამ დრონის ლინკს ქვემოთ ნახავთ აღწერაში, გამოიწერეთ არხი და შემდეგ შევხვდებით დაგმშვიდობებით. ნახვამდის.